როგორ უნდა აღკვეთოს პატრულ ინსპექტორმა ოჯახური ძალადობა. Ამ თემაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი უტარდებათ. სამართალდამცველები ოჯახში ძალადობის საკითხებზე თეორიულ მასალას შეისწავლიან სწავლების დროს, ასევე შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს. გამოიყენებენ თემატურ ვიდეო რგოლებს. ტრენინგი 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება. მასში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობენ. პროექტ ძალადობის პრევენციისა და დაძლევისთვის საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. სწავლებას გაეროს ქალთა ორგანიზაცია აფინანსებს, მხარდამჭერი კი არასამთავრობო ორგანიზაცია ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელია. შეგახსენებთ, პატრულ ინსპექტორებს ოჯახური ძალადობის შემთხვევაში შეუძლიათ გამოსცენ შემაკავებელი და დამცავი ორდერები. ბოლო 3 თვის სტატისტიკით საქართველოში 14 ქალი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ტარდება ტრენინგი ოჯახში ძალადობის თემაზე. ტრენინგს ესწრებიან ის პოლიციელები, რომელსაც პირველადი შეხება აქვთ ოჯახში ძალადობის ფაქტებთან. ტრენინგის მიზანია მსმენელებს გადავცეთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების სამართლებრივი ბერკეტების უფრო უკეთესად გამოყენების თაობაზე. ვეცნობით სამართლებრივ ნორმებს, ერთმანეთს უზიარებთ გამოცდილებას, ვეცნობით ფაქტებს ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ტრენინგი საშუალებას მოგცემს, რომ შემდგომში უფრო ეფექტურად განვახორციელოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა.